ახალია და საუბრობ, ლაპარაკობ ესეთ რაღაცებზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ მოსაყრესთან მიმართებაში. მე შემდეგ გაერთიანებული საეკლესიო კრება, სადაც მთელი ეკლესია, ერი, საეროვნი, სასულიეროვნი დებულობენ ამ გაერთიანებული გაფართოებული საეკლესიო კრებაში და ირჩევს ეს გაფართოებული კრება შეიძლება იყოს ახასიათებს და შეიძლება უფრო პარული კეთილს. უпроსოდ ხდება გამორჩევა რამოდენიმე კანდიდატის, რომელსაც შემდეგ სინოდი აქვს. ტელეკომპანიები საერთოდ ხალხის წარმომადგენლები გადავამოწმე რამოდენიმე ჯერ არისიან თარიღი. დაახსენებული ინფორმაცია. გასაგებია ეს ის. ბევრი რამაცები წერდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სავარაუდოდ ალბათ ამ ეთიკის პატრიარქის კორეპისკოპოსთან გაიგო რასაკუთრები იქნება, რომ ახალი მეწინასწავლე. თქვენ თუ დააყენეთ ციანიდის საქმე მამალაძის. მე ვაფშე ვერ და პეტრეს ჩამოშორების საკითხი შეიძლება განიხილოს. ეს ფანტაზიის ნაკოფია, ეს ის მოკრეფისა ეს ძალიან პროცედურებთან არის დაკავშირებული, მინდა გითხრათ, როდესაც ადამიანის ეკლესიიდან გოგოხდება, მე შემდეგ მისი დედა თითქოს შეუძლია, ასაერთოდ არ შეიძლება. შემთხვევაში ადამიანთან მიმართებაში იყო და ესეთი ფაქტორი პროცედურები საკითხები. პირველი გაფრთხილება, მეორე გაფრთხილება და შემდეგ ხარისხის შეჩერება და მე უკვე მეოთხე მეხუთე ინსტანცია არის. მამალაძესთან დაკავშირებით თქვენ მოსახლეობა არაერთხელ გაირჩევა და კი და მოითხოვეთ ისიც რომ აუცილებელია თქვენი დაკითხვა პროკურატურიდან მეუქე პეტრესთან ჩადება იყო ერთ-ერთი რაც ჩვენ მოვისმინეთ. ვფიქრობ რომ მე მგონი არასწორი ინფორმაციას აცემ. მეუქე პეტრეს არ მოუთხოვია, ჯერ ეს მეუქე პეტრე ვერ მოითხოვდა. ის არ არის პროკურორი და ალბათ გააშარა სასურველი იქნება და თქვენ პროკურატურაში იქნება თქვა და თქვენი დაკითხვა ან თუ მოგიყვება არავის საკითხი არც არავინ არ დამოკავშირებია და არანაირი ინფორმაცია არ აქვს. მაშინ მინდა რაღაცა ჩვენი სახელის დაკავშირება ეს თუნდაც დეკანოს მამალაძესთან დაკავშირებულია და შეიძლება სტილურა დაკავშირებულია ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ის ჩემი ნაკეთია ჩვენ სამსახურებდა როგორც მოსახურე წლების მანძილზე 2 წელია ამადიუკი მამალაძე რაც გადავიდა საპატრიარქოში თუმცა ჩვენთან რჩებოდა ჩაქვის სკოლის ხელმძღვანელად როგორ შეიძლება რა კითხვები შეიძლება გქონდეს პროკურატურას თქვენთან ზოგადად ციანიდის საქმეს ვერ მოგვესალო ამ კითხვით რა კითხვები შეიძლება მე რატო დამგორნის არ ვიცი რომ ვარკვევიტო მამალაძის მამადიობის ვიცნობი ამიტომ ეგრე და ნახევარს მეორეც უბრალოდ თუ მე ახალი სულული ინტერესი გაუჩნდება გათავაზო დანარჩენი ყველა ინფორმაცია უნდა გითხრათ და მადლობა ზიადად გითხრათ ანდახან ცოტა გადავიდოდი გადაჭარბებული ის არის ანდახან ცოტა პრობლემური რეალობას და ჩვენ საშუალებით აპირებს თუ არა ციხეში მოინახულოთ დედამისი მამალაძე. როგორც ვიცით, სასულიერო პირებს შესაძლებლობა აქვს, რომ ინახულოთ და მხოლოდ მეუღლე პეტრე იყო მის მოსანახულებლად და რამდენად არის თქვენთვის ეს მისაღები? ვიცი რომ იყო მეუღლე ანდრია და იყო კიდევ ერთი ორი მოძღვარი იყო მეუღლე პეტრე თუმცა მინდა გითხრათ რომ ჩვენ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ პატრიარქმა მითხრა რომ პროკურატურა მოგვართა თხოვნით რომ დროებით მეთაურებს თუ თქვათ არ არის პირდაპირ
გასახური მოთხოვნა, ზიანება და აღსარება და ასე შემდეგ. თავში შეგვიყვარებინა, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეულ ნამდვილობას ქმნის. მასთან არის და ან თქვენ არაპირებთ შეხვდით? თქვენ შეხვდით მამალაძის ოჯახის წევრებს. რა უსაფრთხოებაზეა კონკრეტულად საუბარი? რა თქვა ოჯახის წევრებმა? ემუქრებათ ვინმე თუ რა დაცვას გულისხმობთ? შევხვდი მამალაძის ოჯახის წევრებს მათივე მოთხოვნით, ახლა თხოვეს, ჯერ კიდევ ადრე თხოვეს, მაგრამ თბილისში მიდიოდი პატრიარქი თხოვა ჩასულა და ამიტომ გადავდეთ და მათივე თხოვეს და შევხვდი რა თქმა უნდა ვისაუბრეთ. ჩვენს თავსდაყრში პრობლემაზე, ამბობაზე და მე მას დავუსვი კითხვა, რომ თუ ნახსოვთ ძალიან ორაზროვანი განცხადება იყო მანოს მამალაძის ადვოკატისგან, რომ სამხედრო საეკლესიო პირებისგანო, საეროვნულო და ახლობით ესეთი რაღაცა. მაგრამ მე ვთქვი, რომ თუ არის რამე საშიშროება რაღაც ან სატელეფონო ზარი მუხარის ან რაღაცა შეყობინება, ამის მსგავსი არაფერი არ არის. ვთქვი, თუ ესეთი მსგავსი არაფერი არ არის, პროკურატურაც და გასვას, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული მუხარის შემცვლელი რაღაცა უნდა იყოს. ანუ დაცულია მათი უსაფრთხოება? ხო, თვითონ აცხადებენ, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული არ არის. ეს კითხვები დაუსვი უთხარი. მათი მოთხოვნა იყო, რომ დაცვა ისინი ითხოვენ, რომ მამა გიორგი ითხოვს იქიდან და ამიტომ ჩვენ გვეშინია და ახლა ის ითხოვს, ამიტომ ჩვენ შიში არ გავიგებთ. მე უკვე ერთი კითხვა მოვსვიდა ტელეკომპანია იბერია კონფერენცია. თუ აქვს სურვილი პატრიარქს შეხვდეს მამა გიორგის და რატომ არ შეხვდა ამდენი ხანი ის მას? ხა იცით რა შეხვდეს, რატო არ შეხვდა, რაღაც ცოტა მე ვთქვი, ესე ჩამოვედი პატრიარქმა ჯერ კიდევ გერმანიაში უთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგის შეხვდეს. თუმცა როგორც გითხარით, სურვილი მე არ ვიყავი შეხვდეს. სამართალ დამცავი სამართალდამცავი პროკურატურის და თხოვეს, რომ ამჯერად ხარი შემიგავინა და პატრიარქმა ეს ჩვენ იქნებ კონკრეტულად გითხრა ბოლო დღეების თუგინების არაფორმაცია ეკლესია. რა ხდება ზოგადად ეკლესიაში? რაში გამოიხატება იგივე დიუნის პოზიტივი აპრილებდა რომ დაეგზავნა პატრიარქის თვითმცლობის ანთემის ადრე და თუ არის სიმართლესთან ახლოს ის ფაქტები, რაზეც მამა გიორგი საუბრობს. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ პრესის საშუალებით ნაწილობრივ შინაარსიან ტელევიზიის გავლენა ამ წერის გავლენა. ხო, ვიცი ეს ყველაფერი ალბათ ეკლესიის არაკეთს მოსულები აღწერილი ჩანაფიქრი მოსულები მისულეს გერმანიაში ის დროს იმასაც ვეუბნებოდი, რომ ამას ყველაფერი გამოიწვია მე ბოლო სინოდის ამზადეთ რაღაცა პროექტი და ახლა Mikhail